ამ პერიოდში შეიმუშავეს პარადოქსალური, შეიძლება ითქვას, სექსუალური ქცევის კოდექსი. ყველაფერს უნდა შეეხოს ხელისუფლება. მან უნდა აკონტროლოს ყველა სეგმენტი, ოჯახსაც შევეხები, მაგრამ აი იმდენად ტაბუირებული, იმდენად ინტიმური საკითხი, როგორც ცოლ-ქმარ შორის ურთიერთობა, ცოლ-ქმრული ურთიერთობა. აი ესეც არ დაინდეს და ამ კოდექსში ისინი ჩამოწერენ პუნქტებს, მე ყველას არ წაგიკითხავთ, რამდენიმე შევეხები. ნახეთ რას წერენ. მუხლი მეხუთე. სქესობრივი აქტი ხშირად არ უნდა მეორდებოდეს. მუხლი მეექვსე. სქესობრივი ობიექტის ხშირი ცვლა დაუშვებელია, რაც შეიძლება ნაკლები მრავალფეროვნება. მუხლი მეშვიდე. სიყვარული უნდა იყოს მონოგამიური. არ შეიძლება მრავალცოლიანობა. მრავალცოლიანობას ვინ დაუშვებს, ისიც არ შეიძლება, რომ გიყვარდეს კიდევ სხვა ქალი. მაგრამ აქ ყველაზე მთავარი ახლა კლასობრივი სულისკვეთება. სქესობრივი ობიექტის შერჩევა შემოიაგო კლასობრივი რევოლუციის თანახმად პროლეტარიატისთვის დამახასიათებელი მიზან დასახულობით უნდა მოხდეს. სასიყვარულო ურთიერთობაში არ უნდა იქნას გამოყენებული ფლირტი, თავის მოწონება, კეკლუცობა და სქესობრივი მომხიბვლელობის სხვა ხერხები. მუხლი მე-11 დაუშვებელია ეჭვიანობა და მე-12 მუხლი. ყველაზე საშიში. კლასს და ეს კლასი არის ბოლშევიკური, ხო? შეუძლია ჩაერიოს თავის წევრების სქესობრივ ცხოვრებაში. რევოლუციის ინტერესების სასარგებლოდ ყველაფერი სქესობრივი კლასობრივს უნდა დაემორჩილოს. ეს უკანასკნელი მას ხელს არაფერში შეუშლის. პირიქით ყოველმხრივ დაეხმარება. მე ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლე ვიყავი, როცა 80-იან წლების ბოლოს რაღაცა ტელეხიდი იყო, ეს ძალიან ცნობილი ფაქტია საბჭოთა კავშირსა და მოსკოვსა და ხო, მოსკოვსა და მე მგონი ვაშინგტონი იყო და ეს ერთი მშვენიერი მანდილოსანი ხმამაღლა აცხადებს, საბჭოთა კავშირში არ არის სექსი. აი ეს ამ იდეოლოგიის ანასხლეთი იყო. ასე ზრდიდნენ თაობას. ახლა ეს გრძელდება დანართით სექსუალური ქცევის კოდექსი და ნახეთ მეუღლეს რას ავალებს. მეუღლის დახვედრის წესები. გახსოვდეთ, რომ ქმრის სამსახურიდან დაბრუნებისთვის ყოველდღე უნდა მოემზადოთ. ბავშვებიც მოამზადეთ, დაბანეთ, დავარცხნეთ და ლამაზად ჩააცვით. თქვენც მოწესრიგდით, სუფთა წინსაფარი გაიკეთეთ, სილამაზისთვის კარგი იქნება, თმაზე ბაბთა გაიკეთოთ. ახლა გაიქცენეთ ჩვენს კონსულტაციო დოკუმენტია თუ რამე ტიპის იმპერატივი კოდექსი. როგორ უნდა მოიქცე, როცა ოჯახს ქმნი. ესენი ამას წერენ. ახლა ეს როგორ გადმოდის ცხოვრებაში? მე უფრო მეცაც გეტყვით. მახსოვს აკაკი ბაქრაძე მოიყვანა ერთი ასეთი მაგალითი. საქართველოში ერთ-ერთ სოფელში, სამწუხაროდ არ მახსოვს სოფლის სახელი, მე მგონი გურიაში იყო, ჩაატარეს ექსპერიმენტი. ორი კორპუსი ააშენეს. ოჯახები დააშორეს ერთმანეთს, ქმრები ცალკე კორპუსში ცხოვრობდნენ, ქალები ცალკე კორპუსში. როდესაც ცოლს ან ქმარს მოუნდებოდა კანონიერი ცოლ-ქმრული ურთიერთობის დამყარება თავის კანონიერ ცოლთან, მას განცხადება უნდა დაეწერა თავმჯდომარის სახელზე, ის დაადებდა რეზოლუციას, დართავდა ნებას და მხოლოდ ამის მერე ჰქონდა შეხვედრის უფლება ცოლთან. და ძალიან მალევე მიხვდნენ, რომ ეს იყო სრული კატასტროფა და არ გაამართლა ამ ექსპერიმენტმა და დაანებეს თავი. ესე იგი, ამაზეც კი წავიდნენ. არაფერი არ იყო მათთვის ტაბუირებული, ასე რომ, ან რაღაცა მორალმა ხომ უნდა შეკაკაოს, არა?